კვლევები აჩვენებს, რომ რეგულარული მორწყვა ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას. თუმცა, სხვა კვლევების მიხედვით, ინტენსიური საირიგაციო სისტემით მოვლილ სათბურის ბევრ მცენარეს ფესვების სერიოზული პრობლემები აღინიშნება, რაც მის ზრდას აფერხებს. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად, რომელი აქ არწყლებს მოჩვენებით წინააღმდეგობას კვლევების შედეგებს შორის. ესე იგი, ეს არის შეკითხვა, რომელიც გულისხმობს, რომ ჩვენ მოცემული ერთი შეხედვით ერთმანეთთან შეუთავსებელი მონაცემების ლოგიკური ახსნა უნდა შევძლოთ. ანუ გასაგები უნდა გავხადოთ ჩვენთვის ამ ორ კვლევას შორის განსხვავება. სათბურში მორწყვა სასარგებლოა მხოლოდ ახალ გაშენებული მცენარეებისთვის, მოზრდილებისთვის კი საზიანოა. ეს ამ ორ კვლევას შორის განსხვავებას არ ხსნის. მორწყვის გავლენა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპსა და კლიმატურ პირობებზე. არც ეს ვერ ვიგებთ ჩვენ ერთი კვლევით რატომ არის ხელშემწყობი და მეორე შემთხვევაში რატო ქმნის სერიოზულ პრობლემებს, ხო? მორწყვის გავლენა დამოკიდებულია ნიადაგის ტიპსა და კლიმატურ პირობებზე. მაინც ვერ ვიგებთ აქ განსხვავებას ამ ორ კვლევას შორის. სხვადასხვა სახეობის მცენარე განსხვავებულად რეაგირებს წყალზე, მაგრამ რეგულარული ინტენსიური მორწყვა უარყოფითად ზემოქმედებს მცენარის ფესვებზე, მაგრამ მაინც გვაბნევს რატო არის განსხვავება არ ჩანს. მორწყვას დადებითი ეფექტი აქვს წყლის ზომიერად გამოყენებისას, ხოლო გადაჭარბება შეიძლება საზიანო იყოს. ეს პასუხი უკვე ხსნის განსხვავებას, ნახე? პირველ შემთხვევაში რეგულარული მორწყვა ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას, როგორც კი ინტენსიური საირიგაციო სისტემა ერთვება საქმეში, ანუ გადაჭარბება შეიძლება ყოფილიყო, ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული პრობლემები გამოიწვია, რამაც ზრდა შეაფერხა. ანუ წყალი სასარგებლოა, ამაზე არ ვდაობთ, ესე იგი, მაგრამ გააჩნია დოზირებას, ხო? ეპასუხი გვაჩვენებს, რომ დადებითი ეფექტი ზომიერებაშია. სხვა პასუხების შემთხვევაში ჩვენ მაინც ვერ ვიგებთ ერთ შემთხვევაში რატო მივიღეთ კარგი შედეგი და მეორე შემთხვევაში რატო მივიღეთ ცუდი შედეგი, ხო? ამიტომ პასუხზე შევაჩერებთ აქ ყურადღებას.